ნაბუკოს გასადენის მშენებლობა 2011 წლის დასაწყისში დაიწყება. ეს განცხადება პროექტის მმართველმა დირექტორმა გააკეთა. რაინჰარდ მიჩეკის იმედი აქვს, რომ ნაბუკო უკვე 2014 წელს ამუშავდება. გასადენით გაზის ტრანსპორტირება ევროპაში აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის გავლით მოხდება. პროექტში თურქეთი, ბულგარეთი, უნგრეთი, რუმინეთი და ავსტრიაც მონაწილეობენ. ნატოს თემა უკრაინაში ახალი დაპირისპირების მიზეზი ხდება. უკრაინის ნატოში გაწევრიანების საკითხი დღის წესრიგიდან მოიხსნა. ეს განცხადება დღეს ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკეთა. კონსტანტინე გრიშჩენკოს თქმით, ალიანსში გაწევრიანების იდეას უკრაინელთა უმრავლესობა მხარს არ უჭერს. ეს თემა დესტრუქციულად მოქმედებს ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზეც. მინისტრმა იქვე განმარტა, რომ უკრაინა ალიანსთან თანამშრომლობას მაინც გააგრძელებს. გრიშჩენკოს ამ განცხადებას უკვე მოჰყვა ოპოზიციის მკვეთრი პროტესტი. იულია წიმოშენკოს ბლოკის წევრმა იგორ გრინიუმმა განცხადებას პოლიტიკური პროვოკაცია უწოდა და ვიქტორ იანუკოვიჩისგან ახსნა განმარტებები ითხოვა. ოპოზიციონერმა მინისტრი უფლებამოსილების გადაჭარბებაშიც დაადანაშაულა და ამ საკითხის რადასხდომაზე განხილვა მოითხოვა.